ბიძურხოს სონელებოდა მეგობრებო, ახლა მე თქვენ შემოგთავაზეთ ისმაილ პერესის მორიგ ვიდეოს თემით ადამიანის კოსმოსური დიზაინი. ეს არის გამოსვლა ისმაილ პერესისა კონფერენციაზე ჩვენების აჯანყება. ესე იგი ეს კონფერენცია ჩატარდა აპრილში და რუსულენოვანი ვიდეო აიტვირთა ამ წლის 18 მაისს. მას დაიწყოთ. ხო, ეს კონფერენცია იყო უკვე დაწყებული და მე არ ვიცი რომელი ადგილიდან დაიწყეს ჩაწერა, რადგან წინადადება გაწყვეტილია, მაგრამ მე ისე გავაგრძელებ როგორც არის. ისმაილ პერესი ამბობს, რომ ჩვენ კოსმოსურ სექტორში შედის სუპერ სამყარო არბან ტონი. კიდევ გავიმეორებ, რადგან ჩემი უკვლევების გამო ხანდახან კარგად არის მის ის, რასაც მე ვამბობ. არბან ტონი, რომელიც არის სუპერ სამყაროებიდან ერთ-ერთი მეშვიდე. ამდენგვარად თუ დავხედავთ ზევიდან ქვევით, ჩვენ ვართო მეშვიდე სუპერ სამყარო. მეშვიდე სუპერ სამყაროს ნაწილი. ზევიდან ქვევით თუ დახედავთო, ჩვენ ვართო მეშვიდე სუპერ სამყაროს ნაწილი. ჩვენი სამყარო კი, ჩვენი სუპერ სამყარო დაყოფილია 10 მნიშვნელოვან მთავარ სექტორებზე, კოსმოსურ სექტორებზე და ჩვენ ვართ ამ 10 სექტორებიდან, ამ 10 კოსმოსური სექტორებიდან ვართ მესამე და ყოველი მთავარი კოსმოსური სექტორი თავის მხრივ იყოფა 100 პატარა სექტორებზე. ამდენგვარად ჩვენ სტრუქტურაში ჩვენ ვართ კოსმოსურ სექტორში ნაწილი მეხუთე მცირედისა. ჩვენი მთავარი კოსმოსური სექტორის ჩარჩოში. და ჩვენი პატარა, უბრალოდ ჩვენი მცირედი კოსმოსური სექტორის ჩარჩოებში ჩვენ ვართ იმ სამყაროს ნაწილიო, რომლის ნომერი არისო 84. ანუ იმ სამყაროს ნაწილში, რომლის ნომერია 84, ჩვენ შევდივართ ამ სამყაროს შემადგენლობაში. ვართ ამ სამყაროს რაღაც მცირესი. წამოიდგინეთ, ეს მცირეს ნაწილია ეს სამყარო 84 და ჩვენ ვართ კიდევ ამ 80 მცირე სამყაროსი, ნომრით 84 ნაწილი. ამის გარდა ჩვენ სამყაროში ჩვენ ვართ იმ თანავარსკვლავედის ნაწილი, რომელიც ინომრება 70-ით. ანუ 70-ით 100-დან. ესე იგი ჩვენ ვართო იმ თანავარსკვლავედის ნაწილი, რომლის ნომერია 70. იქ 100 ნაწილია. აქედან 70-მე ვართ ჩვენ. შემდეგ ამ თანავარსკვლავედის ჩარჩოში ჩვენ ვართ სისტემის ნაწილი ნომრით 24. დედამიწა, ეს არის პლანეტა ნომრით 606. მარსი ნომრით 607. იუპიტერი ნომრით 608 და ყველაფერი არის კარგად ორგანიზებულიო. ახლა, როდესაც მე ეს ყველაფერი მომყევიო, ზოგი თქვენგანი ალბათ ფიქრობს, საიდან აქვს ისმაილს ეს ინფორმაცია. მე შემიძლია ფიქრების კითხვა. მაგალითად კი არა, ჯერ ერთი
მე თვითონ ჩემი თავი წარმოვადგინე როგორც კოსმოსური ელჩი. მე ვარ ჰიბრიდი ამბოსის მალპრესი, როგორც ბევრი თქვენთაგანი. მე დავიბადე გენეტიკური თვისებებით, რომლებიც ჩემში იყო ჩადებული ჩემ გენომში ჯერ კიდევ დედაჩემის მუცელში. ჩემში არის ბევრი არამიწიერი გენები. და ამის მეშვეობით, ამის დახმარებით მე შემიძლია მქონდეს ცდომა კოსმოსურ ინფორმაციის მიმართ. და გალაქტა საშორისო ჩანაწერებისკენ. არსებობს სამეცნიერო მტკიცებულებები, რომლებიც მტკიცება მოცემული ორგანიზაციებით გონიერი არცებერთან კონტაქტისას და ინფორმაციის საცავი, აგრეთვე ინფორმაციული საცავი საიდუმლო კოსმოსური პროგრამებიდან. თქვენ ალბათ გსმენიათო ჰარუდაზე, ექიმ ჰარუდაზე, უბრალოდ დოქტორ, ამ დოქტორის ასე ვთქვათ წოდებას ანიჭებენ არა მხოლოდ სამედიცინო მუშაკებს. მაგრამ ეს ხარუდა გამოვიდა ორგანიზაციიდან. სინამდვილეში იქ ზევით ყველაფერი იყოს კომპრომიტირებული. ჩვენ ყავსო ჯგუფი კორდიუმი, რომელიც მუშაობს ჯგუფ ლაბრინთთან, რომელიც შედგება უცხო პლანეტელებისაგან. და ამ განვითარებული კონტაქტის ჩარჩოში ამ გონიერი ორგანიზაციებთან მაგათმა ესე იგი საბუთიერ ფორმაში დაამოწმეს, რომ დედამიწა ეს არის პლანეტარული სისტემა ნომრით 606, რომელიც შედის 24 სისტემაში და რომელიც თვითონ ეს სისტემა კი ეს 24 სისტემა, რომელშიც ჩვენ ვართ 24 ნომრით, ხო, ამ სისტემაში თვით ეს სისტემა შედის 79 ნომერში თანავარსკვლავედისა თვით სუპერ სამყარომდე, რომელსაც ჩვენ მივეკუთვნებით. ესე იგი, პროექტი ადამიანი. ამ პროექტთან დაკავშირებით დიდი ბევრი ინფორმაცია არის მიღებული გალაქტიკათა შორისო არხივებიდან. იმ პერიოდის განმავლობაში, რა პერიოდშიც არსებობდა სუპერ სამყარო არვინტონი, კიდევ გავიმეორებ, არვინტონ, ერთ-ერთი სიტყვა. შეიძლება ითქვასო, რომ რევოლუცია არასდროს არ იყო შემთხვევითობით. აი ეს ჩვენ ყველა ვიცითო, დარვინი ცდებოდაო, ცივილიზაციები არ ჩნდებაო შემთხვევით მუტაციის შედეგად ან გარემო სამყაროს ზეგავლენის ქვეშ. უბრალოდ გარემო ახტენს წნეხს, მაგრამ ყოველთვის არისო გონიერი ჩანაფიქრი, თუნდაც სხვა ქმნილებებში, რომლებიც არსებობდაო ჩვენ სამყარომდე. შედეგად რა გამოვიდაო, რომ ეს მაღალი კოსმოსური ძალები ბუკვალურად ახდენო ექსპერიმენტაციას ან ექსპერიმენტებს სიმულაციაში. ყველაფერი რაც 12 განზომილების ქვებითა
ეს არის სიმულაცია. ზოგიერთ მაგალითათო, აი თქვენ აღწევთო მე-11 გაზომილებას, ხო? და თქვენ უახლოვდებითო იმ წერტილს, მოგწიეთ, სადაც ხდებაო გამყოფი ხაზის გავლა, ანუ იმ წერტილს აღწევთო, სადაც გადისო გამყოფი ხაზი მარადისობის და საბოლოო სისტემებს შორის, რომლებსაც ჩვენ უწოდებთო სიმულაციას. ანუ გადისო გამყოფი ხაზი მარადისობის და სიმულაციის შორის. მაღალი კოსმოსური ძალები, რომლებიც თავის თავს უწოდებენ წელთა ღვიძლის მცველებს, ინახავენ წელთა ღვიძლებს. ყველა ჩანაწელს, რაც ეხება წელთა ღვიძლს. არქიტექტორების რასა, რომლებიც ცნობილები არიან სხვადასხვა სახლების ქვეშ, ატარებნენო დაგეგმილ ექსპერიმენტს წინა არსებულ არსებებთან და რომლებმაც წარუმატებლობა განიცადეს. ამდაგვარად შეიძლება ითქვას, რომ ისინი დაკავებული იყვნენ სახეობების გამოყვანით, რომლებშიც ჩაეტეოდა ცნობიერების მაღალი დონეები, ყველა მაღალი დონეები, ამ ცნობიერების ყველა მაღალი დონეები. და მაინც მათ მოუწიათ ექსპერიმენტი, მანამ სანამ ამ შედევრს შექმნიდნენ. ბევრი ექსპერიმენტი ჩაატარეს. მოგვიანებით მოგიყვებითო ზოგად ექსპერიმენტებზე. ეს იყო სახეობა, რომლებიც შექმნეს არა მხოლოდ იმისთვის, რომ გაერთიანონ სული და მატერია, არამედ იმისთვის, რომ მათ შეძლებოდა არსებობა ფიზიკურ და არაფიზიკურ რეალობებში და იმისთვის, რომ განავითარებინათ ცნობიერების მაღალი დონე, რომელიც დაფუძნებული იყო ძალაზე, ძალის ხმევაზე და რომელსაც შეეძლო ინტეგრირება ემოციალურ და ეთიკურ საწყისებთან. შეიძლება ითქვას მორალთან და უნდა ყოფილიყო ბალანსი საბოლოოდ, რომელიც შეთანხმებული იქნებოდა პირველ წყაროსთან. ასეთი იყო პირველადი მიზანი იმის შექმნისა, რასაც ისინი უწოდებდნენ სრულყოფილ არსებას. ეს ექსპერიმენტი მიდიოდა ასობით მილიარდი წელი. სინამდვილეში ეს ექსპერიმენტი გადმოიტანეს სხვადასხვა სამყაროებიდან და იმათთვის, ვინც იცისო, ვინც იცნოსო ჩემ ამუშავებს, ვიტყვიო, რომ ჩვენ ვართ მე-11 ქმნილების ნაწილი. აქამდე იყო 11 ქმნილება და ზოგი მცდელობები იყო წარმატებული მხოლოდ დროებით. სხვები კი თავდებოდა კატასტროფული შედეგით. და არის ზოგი სიტყვები, რომლის წარმოთქმა მე არ შემიძლია, მაგრამ ყველა ისინი ყველა მაგათმა შეიტანაო თავისი წვრილი ამ შეუწყოთა პროცესში, ამ სრულყოფილების პროცესში. და ბოლო მიზანი, რომლისა იყო შექმნა აღორძინებადი სახეობისა, რომელიც იქნებოდა არა მხოლოდ დამოუკიდებელი, არამედ იმოქმედებდა პირველ წყაროსთან ჰარმონიაში. და მასეთი იყო პირველ საწყისი გეგმა. ჩვენ ფლობთ უზარმაზარი პოტენციალით, იმიტომ რომ ზოგადი ამ სამყაროებიდან იყვნენ ძალიან სასტიკი. ჩვენი სამყაროც კი ეს არის პროექტი, რომელიც დაფუძნებულია სხვა სამყაროებზე და რომლებიც არ შეესაბამებოდნენ საჭირო პარამეტრებს
ფიზიკის კანონების ჩარჩოში. ზოგი მათგანი ამ უფრო განვითარებული სახეობებიდან იყვნენ შექმნილი უფრო უხეშ ძალად სხვა სამყაროების პარამეტრებიდან გამომდინარე, რომლებშიც ესენი უნდა არსებულიყვნენ, მაგრამ სამწუხაროდ ეს არსებები ფლობდნენ უზარმაზარ ფიზიკურ ძალას, ცხოვრობდნენ ხანძლივად, დიდხანს და ფლობდნენ განვითარებული ტექნოლოგიური უნარებით, მაგრამ პრობლემა შედგებოდა იმაშიო, რომ ისინი არ შეეძლოთ ინტეგრირება თავიანთ ემოციონალურ ასპექტში, ემპათიაში, უნარში, სხვა სახეობებთან არ შეეძლოთ ესე იგი კონტაქტი და გადაიცნენ ტირანებად. მასე გაჩნდა პირველი ქმნილებები სხვა სამყაროებშიც. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ გაგიგონიათ ამის შესახებ. მე ბრუნდებიო წარსულში. და შევეხებიო გიგანტებს, გოლიათებს. გოლიათები იყო ბევრი, მაგრამ პირველი გოლიათები შეიქმნა მე-11 განზომილებაშიო. ესე იგი იმ სამყაროში, რომელმაც იარსებაო, ან რომელიც არსებობდაო 400 მილიარდი წლის უკან და იყვნენ პირველი თაობის წარმომადგენლები. მაგრამ მათ ჰქონდათ ერთი ძალიან დიდი მინუსი. მათი ძალა აღემატებოდაო მათ ემოციონალურ და ეთიკურ მათი ძალა აღემატებოდაო მათი უნარს, რომლითაც ისინი უნდა მისულიყვნენ ემოციონალურ და ეთიკურ ინტეგრაციამდე. ამიტომ ეს ადრინდელი არსებები განვითარდებოდნენ უფრო ჩქარა, იმასე მეტად ჩქარა, ვიდრე ისინი ისწავლიდნენ სიცოცხლეს. მაგათმა განავითარეს ტექნოლოგიები, მაგრამ თავიანთ სულიერობის ხარჯზე. და დროთა დრო ბევრი ამ ცივილიზაციებიდან დაიშალა. ისინი გახდნენ ესპაციონისტური, იერარქიული და საბოლოოდ აცებლური. ამიტომ ზოგადად ადრინდელ გალაქტიკურ ომებში, რომლებიც ვითარდებოდა, ან რომლებიც მიდიოდა სხვა სამყაროებში, ჩვენ არ გულისხმობთო ლირასთან და ორიონთან ომებსო, არა. ესე ომებიო ჩვენ სამყაროში მიდიოდაო, ჩვენო გულისხმობთო სხვა სამყაროებს, სადაც ტარდებოდა ეს პირველადი ექსპერიმენტები და ეს ხსნისო, თუ რატომ ზოგადი ჩვენი გალაქტიკური ომებიდან ტარდებოდა სხვა და სხვა სამყაროებში. და ამაზე ინფორმაცია შენახულია გალაქტიკურ და კოსმოსურ არქივებში, რადგან ყველაფერი შეიქმნა დისბალანსის გამო. ანუ სხვა სიტყვებითო, ეს ქმნილება იყო წარუმატებელი ექსპერიმენტი და საპასუხოდ ამაზე შექმნილებმა შეიტანეს ცვლილებები. სტრატეგია შეცვალეს და იმის მაგივრად რომ ესე იგი მისწრაფება ქონოდათ მაქსიმალურ ხელისუფლებისკენ, მათ პრიორიტეტად აქციეს
სულიერი შეთანხმება და ერთიანობა, ცნობიერების ერთიანობა. ეს ახალი სახეობა ფლობდა ღრმა ტელეპათიას, ემოციონალურ ჰარმონიას და მაღალ გრძნობელობას პირველად ველების მიმართ და როცა საქმე მივიდა ამ სახეობამდე, კონფლიქტები გახდა ნაკლებად მოდით ამაზე შევჩერდებით, ისინი გახდნენ სულიერად განვითარებულები და ამის შედეგად ვარი თქვეს ფიზიკურ რეალობასთან ინტეგრაციისაგან და მათ ამასთან დაკავშირებით გაუჩნდათ რაღაც შეზღუდვები. ეს არსებები ძალიან ესე იგი ამ არსებებს ძალისხმობა ჭირდებოდათ, რომ სიმჭიდროვეს გამკლავებოდნენ და ესე იგი არასასურველ პირობებს გამკლავდებოდნენ და ისინი ყვაოდნენ სტაბილურ ჰარმონიულ გარემოში, მაგრამ არ შეეძლოთ ადაპტირება თუ ხდებოდა მათზე წნეხი ან ზედაწოლა. მაგალითად, როდესაც ისინი ქაოტიურ ზონებს ეჯახებოდნენ, გაფუჭებულ სისტემებს ეჯახებოდნენ, ან მტრულ გონებას ეჯახებოდნენ, ეს ახალი სახეობები უკან იხევდნენ. Ani ისინი უფრო დნებოდნენ, ვიდრე ომში შედიოდნენ. ანუ ომს არიდებდნენ თავს. სულ უკან იხევდნენ იმის გამო, რომ ომში არ ჩადრეულიყვნენ. ამიტომ ჩვენ ვიცით, რომ ყველაფერი ეს ციკლურია და ვიცით, რომ ჩვენ ხედავდით განმეორებას ან პატერნისა დრაკონელებთან დაკავშირებით. ლირიანელებმა არ იცოდნენ რა იყო ომი. ისინი იყვნენ ასე ვთქვათ შერწყმული სუფთა ქრისტეს ცნობიერებასთან. მასში არ იყო ერთი წვეთი ბოროტებისა. ამიტომ ჩვენ წავაგეთ ჩვენი პირველი ომი სამყაროში. ხო, ამ ომის შესახებ ბორევი ყვება თავის წინში, რომელიც მე გადაგითარგმნე თქვენ და დენა ვიდეოები ბორევის წიგნიდან. ხო, რომელსაც ყვები მე, მაგრამ ცუდნი ხედველობის გამო ჩემი ხმა ცოტა ისმის, ჩემი ხმა ცოტა აღიზიანებს ზოგს, იმიტომ რომ კით მართალია ბერმა ხო არ იცის ახლა მე რა პრობლემები მქონდა. ეს ახლა მე შედარებით უკეთ კითხულობ, იმიტომ რომ ამის საშუალება მაქვს ხედელობით ხრივ. შემდეგ იყვნენ ლემურიელები. და რა დაემართა თუ ლემურიელებს? ისინი გახდნო ნამეტანის სულიერად განვითარებულები და ვერ შეძლეს ინტეგრირება ფიზიკურ რეალობასთან. მას ეხდება, როდესაც თქვენ კარგავთო ბალანსს, თანასწორობას. ყველა ეს სახეობები ძლიერები იყვნენ სულიერ დონეზე. ძალიან განვითარებული სულიერ ხრივ, მაგრამ ვერ შეძლესო თავის ინტეგრირება ბრძნელ ხარეშიო. ამ ეტაპზე მცველების საბჭოებმა გამოავლინეს ფუნდამენტალური პრობლემა. ჭეშმარიტი ძალა ითხოვს საწინააღმდეგო მხრების გაერთიანებას სულიერ და ფიზიკურ ინტეგრაციაში, მუშაობას ჭრილთან და ინტეგრირების უნარს ამ ჭრილში. ესე იგი, სუპერ ძლიერი სახეობას არ შეუძლია იყოს არც ფიზიკური, უпростоრად სუპერ ძლიერ სახეობას არ შეუძლია იყოს მარტო ფიზიკურად განვითარებულები ან მარტო სულიერად განვითარებულები. ის უნდა გახდეს სახეობა, რომელიც უნდა გახდეს უნარიანი
იმოქმედოს ფიზიკურ სამყაროშიც. ამაში შედგება ჭეშმარიტი აზრი აღმავლობისა და სულის გაერთიანებისა და მატერიის. ანუ ჭეშმარიტი აღმავლობაში დენაო აზრი, რაც შეიცავს სულის და მატერიის გაერთიანებას. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ აღმავლობა ეს არის ფიზიკური გამოცდილებისგან ვარის თქმა. ანუ ფიზიკური გამოცდილებისგან ანუ ვარის თქვა, რომ მიიღო ფიზიკური გამოცდილება. არა. ეს მასე არ არის. აღმავლობა არის ამახლება, მაპატიეთ. ისე აღმავლობა კი არა, ამახლება. ეს არის ინტეგრაცია ჩვენი ფიზიკური გამოცდილებისა და ან სულიერობისა ჩვენ ფიზიკურ გამოცდილებაში. ესე იგი, სუპერ ძლიერი სახეობას არ შეუძლია იყოს მარტო ფიზიკურად განვითარებული ან მარტო სულიერად განვითარებული. ორივე მხარე უნდა იყოს გათანასწორებული. მას უნდა ქოდეს უნარი იმოქმედოს მეხსიერების დაკარგვის გარეშე. ის უნდა იყოს ინდივიდუალური, არ უნდა იმალებოდეს ეგოიზმში, უნდა შეეძლოს თავისი დაცვის გამოყენება, მაგრამ არ უნდა გახდეს ტირანი. და ყველაზე მთავარი, უნდა შეეძლოს სიბნელეში შესვლა და თან არ უნდა გახდეს ეს სიბნელე, ამ სიბნელის ნაწილი. ხომ გესმით ჩემი? ამისთვის კი არც ერთი არსებული სახეობას არ შეუძლია სრულად მიაღწიოს ამდაგარ ბალანს განვითარების ადრინდელ ეტაპებზე სამყაროში. ამიტომ პარამეტრები იყო სრულად შეცვლილი. ამ ჯერზე ცოლებმა უნდა შექმნან ახალი სახეობა ნულიდან. უბრალოდ ცოლებს უნდა შეექმნათ ახალი სახეობა ნულიდან, რამაც მოიყვანა galaktikuri ადამიანის პროტოტიპის გაჩენა მე-12 გაზომილებაში, რომელშიც არსებობდა ჩვენი სამყარო. ამდაგვარად კაცობრიობამ სულ თავიდან დასაწყისიდან არ იყო შექმნილი იმისთვის, რომ ყოფილიყო ყველაზე ძლიერი. ამ ჯერზე მათ მოუწიათ ნულიდან და ეს ხსნის ადრინდელი ადამიანის პროტოტიპის გამოჩენას, ტირანოსულების, არაფიმების, რასების გამოჩენას, რომლებიც არიან ჩვენი ნამდვილი წინაპრები. მაგრამ კაცობრიობა არ იყო შექმნილი როგორც ყველაზე ძლიერი, ან ყველაზე განვითარებული ამ პლანში, რომელსაც უწოდებენ ექსტრასენსორული უნარები. ის უნდა განვითარებულიყო. ამდაგვარად ამ ჯერზე ცოლები ეყრდნობოდნენ იმ წარუმატებელ წინა ექსპერიმენტს და გადაწყვეტეს დაეწყოთ ნულიდან. ხო. ესე იგი, იმის მიუხედავად, რომ ისინი უნარებიანი არიანო, დადგმენო ღმერთების მაგვარები, მათ მაინც უნდა ესწავლათო ინტეგრაციის პროცესი. ამდაგვარად კაცობრიობა იყო ჩაფიქრებული როგორც ინტეგრირებადი სახეობა, რომელიც დაასრულებს ამ შედევრს ნამდვილად დამიწებული მრავალგანზომილებიანი არცებისა, რომელსაც შეუძლია ინტეგრირება ყველა ასპექტებში და ამავე დროს, რომელიც შეერთებულია წყაროსთან. ადამიანის გენომი იყო კონსტრუირებული სპეციალურად, როგორც თავარი ჭურჭელი,
რომელშიც შედიოდა გენეტიკა და შაბლონები ცნობიერების მრავალი სამყაროებიდან. ზოგი ადამიანი ამბობს, რომ ჩვენ ვართ 22 სხვადასხვა გენეტიკური ექსპერიმენტის კულმინაცია ჩვენ გალაქტიკაში, მაგრამ არა, მასე არ არისო. ადამიანის ჩანაფიქრი მოქმედებდა ამ სამყაროს შექმნამდე. და ამის გამო კაცობრიობას უწევს და მეტყველეს, რომ დადგება როგორც სინამდვილეში დამიწებული მრავალგანზომილებიანი არსება, რომელიც სრულყოფილად ინტეგრაციაში შევა თავიანთ ყველა ასპექტებში, რომლებიც არის მიერთებული წყაროს. დანარჩენი რასები ეს ხსნის თუ სხვა რასები რატომ არიან ასე ჩვენი დაინტერესებულები და იმავე დროს რატომ ეშინიათ ჩვენი, როდესაც ჩვენ ვიწყებთ ჩვენი სრული ძალის შედების გვარად გამოყენებას. ამგვარად ადამიანის გენომი იყოს პროექტირებული როგორც თავარი ჭურჭელი, როგორც კი მეორდება ეს, რომელიც რომელშიც იდეოს გენეტიკა და ცნობიერების შაბლონები აღებული სხვადასხვა ვარსკვლავური სამყაროს ვარსკვლავური ხაზებიდან, გალაქტიკური ხაზებიდან. ყოველი მათგანი ფლობს განსაზღვრულ უნარებს, განსხვავებული ნიშნები არის ემოციონალური სიღრმე და ჩვენ შეგვიძლია ურთიერთობა სხვებთან თუ არ გვექნა ემოციონალური ინტელექტი, ეს შეუძლებელია. საკვირველია, ახლა ჩვენ აგრეთვე უნდა ვფლობდეთ წარმოსახვით, მორალური განჭრიადობით და ადაპტიური ინტელექტით და აგრეთვე მრავალგანზომილებიანი აღთქმით ინდივიდუალური იდენტობისა კოლექტიურ იდენტობასთან ერთად, ცნობიერებასთან ერთად. ჩვენ მივიწეთ მეექვსე განზომილებაში და ჩვენ ხვდებით სოციალური მეხსიერების კომპლექსი. ჩვენ არ ვკარგავთ ამავე დროს ჩვენ ინდივიდუალურობას. თუმცა ხვდებით ამ სოციალური მეხსიერების კომპლექსის წევრი. ეს ჩამოგავს იმას, თუ კვანტური ფიზიკა როგორ აღწერს ნაწილაკს. ეს შეიძლება იყოს ნაწილაკი, ან ტალღა, ან ფოტონი. შეიძლება ნაწილაკიც და ტალღა. რა სიტყვით თუ მე გეტყვით, რომ ჩვენ აგრეთვე ვართ ეს ნაწილაკები და ტალღები, ჩვენ უბრალოდ სინამდვილეში არ ვიცით ჩვენი საკუთარი თავების ტალღურ ასპექტებზე. ჯერ არ ვიცით, არ გვახსოვს. მაგრამ ეს არის სოციალური მეხსიერების კომპლექსი. ჩვენ ვიწყებთ სინთეზირებას ამ სიბიოტიკურ მიმართულებაში ცოცხალ არსებებთან, მაგრამ ჩვენ ამავე დროს ვინარჩუნებთ ჩვენ ინდივიდუალურობას. ამიტომ ამის გამო ადამიანებს შეუძლიათ დაეცნენ ისე დაბლა და ამავე დროს ამაღლდნენ ძალიან მაღლა. თუ კარგად დაფიქრდებით, დედამიწა იყო არჩეული იმისთვის, რომ სრულყოფილი გაიხადათ ეს გამოცდილება. და ყველაფერი რაც კი დაკავშირებულია იმასთან, რომ დედამიწა არის ყველაზე რთული ადგილი ცხოვრებისთვის, ამასთან ყველა დაეთანხმება, ხო? ეს ყველაზე რთული რეალობაა დედამიწა. დედამიწაზე ცხოვრება არის ყველაზე რთული რეალობა, რომლის ესე იგი, როგორ გითხრათ, გადალახვა უწევს
ყველა ქმნილებებს, ვინც კი აქ იმყოფება. თქვენ წამოიდგინეთ, ყველა აქ მოდის ამ გამოცდილების მისაღებად, წამოიდგინეთ? და ამ მომენტით სარგებლობენ, ამ მომენტით გადასვლის მომენტით, რომ გამოცდილებები მიიღონ. აქ მოდიან, აქ იბადებიან შეგნებულად, დაგეგმილად. ახლა დედამიწა არის ბოლო გამოსაცდელი პოლიგონი ამ ექსპერიმენტისა. და ამჯერად ჩვენ წარუმატებლობას არ განვიცდით იქნება, პირიქით, ჩვენ გავიმარჯვეთ. ბრტყელი გრავიტაცია ეს არის ჩანაფიქრის ნაწილი. ამდაგვარი გარემოს შექმნა, სადაც ხდება ემოციონალური დაძაბულობა, სწრაფი ცვლილებები ყველაფერში. ეს არის იდეალური პირობები ჩვენთვის, რომლებიც გვაძლევენ ჩვენს საშუალებას გავხდეთ უდიდესი შედევრი ამ არვინტონის სუპერ სამყაროში. ამდაგვარად ბიოლოგიური სახეობა სინამდვილეში გამოიღვიძა აქ ამ მყარ ფენებში, მჭიდრო ფენებში, რომელსაც ჩვენ უწოდებთ მჭიდროს შემჭიდროვებულს, რომელიც იმყოფება წნეხის ქვეშ, ამნეზიის ქვეშ, ზედატონის ქვეშ. და ამ ხელოვნურ შეზღუდვებს შეეძლოთ ფუნქციონირება კოსმოსის ნებისმიერ წერტილში. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია წნეხიდან გამოვიდეთ აქ ამ სიმჭიდროვეში, მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს ჩვენ თუ ჯიუტად გავაგრძელებთ ამ ჩვენ გზას. დედამიწა არასდროს არ იქნება მსუბუქი. ამიტომ ყველაზე ძლიერმა სულებმა გადაწყვეტეს აქ განსახიერება. უმრავლესობა, ვინც არის დღეს დედამიწაზე, არიან ძლიერი სულები. და ადამიანური დნმ არ იყო ჩაფიქრებული როგორც ჩაკეტილი ბიოლოგიური სისტემა, არამედ იყო შექმნილი როგორც მოდულური საოპერაციო სისტემა და უდიდესი ნაწილი მისი ფუნქციებისა შეგნებულად იყო გადაყვანილი ნეგატიურ მდგომარეობაში და მათი აქტივირება შეიძლებოდა ცნობიერებასთან შეთანხმებით და არა გარედან მართლობით. არავის არ შეეძლო კაცობრიობა დაიმონა ძალით უბრალოდ არავის არ შეეძლო კაცობრიობის ნების ყოფა დაიმონა მათი ნებით. არა. ის უმეტესად კეთდებოდა ნაძალადებად. ამიტომ ცდელობა ნეგატიური ფრაქციებისა ადამიანური დნმ ჩაიგდოთ ხელში გრძელ ვადიან პერსპექტივაში იგემეს წარუმატებლობა, რადგან თანხმობის გარეშე სახელმწიფო დესტაბილიზაციას უკეთებს სისტემას, ხელისუფლება. და მრავალრიცხოვანი პერიოდები კაცობრიობის დამონებისა და დაჩაგვრისა დედამიწაზე არ იყო შეცვლითი, ეს იყო ჩანაფიქრში. ეს იყო როგორც შედეგი ამ დაცემული ანგელოზების ჩამოსვლისა, რომლებმაც ხელი შეუშალეს ამ სრულყოფილი სახეობის განვითარებას. მათ ხელი შეუშალეს, რომ ამათ შეეცნოთ თავისი პოტენციალი და სრულიად გაეხსნათ ეს პოტენციალი. ამიტომ ინვერტირებული სისტემები
ცდილობდნენ ეს ამ კაცობრიობის ხელოვნების ენერგია ერთანთქად და ხელს უშლიდნენ ამ სრულ ამ პოტენციალის სრულ აქტივაციას. ატლანტიდის დროს 10 ძაფი ჩვენ გქონდა 12 ძაფი. 10 ძაფი გაუქმეს, დაგვიტოვეს მხოლოდ 2 სპირალი და ეს არის ერთადერთი შემთხვევა. იმიტომ რომ იგივე მოხდა მანამ 50 წლით ადრე ლირაში, მაგრამ ამ ჩანაწერებთან წვდომა ჩვენ არ გვაქვს და ამას ისინი აკეთებდნენ არაერთხელ. ჩვენ ასე ვთქვათ, გადავაადგილეს იმ დროის ხაზში, მარყურში, რომელმაც დაგვადო ჩვენ არა, მაპატიეთ, არასწორად გავიგე. ესე იგი, ჩვენ სპეციალური დროის მარყურით ასე ვთქვათ, ჩაგვაგდეს, ან გადავაადგილეს, მოგვათავსეს. აი სწორად ესაა, მოგვათავსეს დროის ხაზზე. და აი ჩდება კითხვა, რატომ დაუშვაო ღმერთმა, რომ ლუციფერს ეს გაეკეთებიაო? რომ ატლანტიდა გაინადგურებიაო. აქ ჩვენ უნდა გვისმოდეს, რომ აქ მიდის საუბარი უფრო ფართო მასშტაბურ პროექტზე, გინდა იჯერე, გინდა რა. და ჩვენი მტრებით ცდილობენ ახლაც მოგპარონ დნმ პროექტ ადამიანში არსებობს კონცეფცია 154,000 ცოცხალი კვანძებისა, ცოცხალი არსებებისა, რომლებიც დადიან ჩვენ შორის. ზოგი ჩვენგანი არის ამ 44,000-დან წარმოადგენელი. ბევრმა არის ის, რომ ის იმ 144,000-დან არის, რადგან ბევრი არაა ჩვენ გამოხვედებული. და ამ ეს უბრალოდ 144,000 ადამიანი, რომლებისაგან ნახევარჯერ ძინავს შეიძლება გახდებიან პირველი ადამიანები, რომლებიც აქტივაციას გაუკეთებენ დნმ-ის ამ ნაწილს, რომელიც გამოიწვევს აქტივაციას მილიონი ვარსკვლავური თესლებისა, იმათაგანი, ვინც დღეს აქ იმყოფება. და ყველაფერი ეს იღვიძებს, აქტივიზდება ერთდროულად, როგორც პოპკორნი. პოპკორნი კი იცით, როდესაც სკდება რახმას გამოსცემს, ხო, და რამ ხელახდება. ამ 144,000-დან ცოცხალი არსებებიდან ეს არის სულები, რომლებიც გენეტიკურად არიან დაკავშირებული მათთან. ეს არის ენერგეტიკული არქიტექტურა, რომლებიც რჩებოდნენ პირველ საწყის შაბლონთან არიფემისა ყოველ განსახიერებაში. ასე რომ ახლა ისინი არიან ეგრეთ წოდებული სიხშირეების მცველები. და ამდაგვარად მათი გამოხუცება დემონსტრაციას უკეთებს იმას, რომ ადამიანური სისტემა მუშაობს ზუსტად მასზე. სისტემა ფუნქციონირებს ისე, როგორც იყო ჩაფიქრებული და როგორც კი იქნება მიღწეული შეთანხმება მოქმედებებისა, მე ვთვლი, რომ ეს მოხდება ჩვენი მუშაობიდან გამომდინარე ამ კვანტურ წერტილებში აქტივაცია ბუნებრივად გავრცელდება მთელ პლანეტაზე. ახლა კი გადავდივარ შემდეგ პუნქტზე, ამბობს ისმაილ პერესი. მე ხო, შემდეგი მომენტი.
სამი ატლასის გამოჩენა. ცალკე ვიდეო აქვს პერეს აი ატლასთან დაკავშირებით მე ეს ვიდეო თქვენ გადაგითარგმნით, მაგრამ მოდით მოусვინოთ აქ რა სიტყვის. ხო, ამ აი ატლასის, სამი აი ატლასთან დაკავშირებით ბევრი ვიდეო იყო გავრცელებული ინტერნეტით შარშან ივლისის თვიდან და რა სიტყვით თქვენო მეგობრებს ზოგი ინსაიდერი მაგალითად ემერი სმიტიც ამბობს იმას რომ ეს არის აულა სუწოდე დამავიწყდა მეტეორიტი არა ასტეროიდი ხო ასტეროიდი მაგრამ ისინოტრესი ამბობს მე თქვენ უკვე მის ვიდეოში ყველაფერი გითხარით ახლა მე დროს არ დაკარგავ იმის ახსნაში იმიტომ რომ ტელეფონში ბევრი ადგილი არა მეხსიერების და ეს ატლასი სამი აი ატლასი სიგნალიზებას უკეთებდაო ამ საბოლოო ფაზას აქტივაციისაო ამ ექსპერიმენტის ამ დამებნახენა ექსპერიმენტის აქტივაციას უკეთებდაო საბოლოო ადამიანებზე იმის მიუხედავად რომ სხვები ამბობდნენ რომ სამი აი ატლასი ეს არისო ჩვენ ის სხვა კიდე ის პერესიც ამბობდა ამას რომ სამი აი ატლასი ეს ვართო ჩვენ მომავლიდან რომლებიც ხო და ახლა ამბობს რომ ბევრი ამბობს იმას რომ ეს სამი აი ატლასი ვართო ჩვენ ესე იგი გადაყვანილები 300,000 წლით მომავალში ეს ჩვენ მოფრინდით ავრელიიდან პრაიმიდან პლანეტიდან რომელიც ბრუნავს შულდოსნის თანავარსკვლავედის სისტემის გარშემო და ეს ხსნის რომ მათი ტრაექტორია რატომ გადიოდა galaktikis ცენტრიდან ეს არის მომავალი ვერსია ჩვენისა რომლებიც მოვიდნენ მესამე ცივილიზაციის მესამე ტიპიდან ხო ანუ პლანეტიდან მესამე ტიპის პლანეტიდან ამ 300,000 წლის უკან ესე იგი დაბრუნდნენ ჩვენ დროში ესენი არიან მომავლიდან 3,000 წლის წინ მომავლიდან და დაბრუნდნენ 3,000 წლით უკან იმისთვის რომ შენარჩუნებინათ პოზიტიური ორგანული დროის ხაზი და გონია თუ აქ არავინ იყო ისეთი ვინ ჩაერეოდაო ამ ეხნის განმავლობაში ან გადაგვარჩენდაო ან პირიქითო როგორ არაო სიამბილეში ისინი ყველანი აქ იყვნენო და იმისთვის რომ სიგნალი მიეცადო აქტივაციის პროცესს რომელიც ახლა მისასწორებია ყველასთვის ისინი აქ იყვნენო და მათმა მიაღწიეს იმ ზღვრს როდესაც შიდა აქტივაცია შეუძლია მოხდეს გარე კონტროლის გარეშე ახლა ბიოლოგიური სახეობა მზად არის იმისთვის რომ მას ანდონ მისივე საკუთარი შიდა ძალა ამიტომ ეს ექსპერიმენტი ადამიანთან დაკავშირებით კაცობრიობასთან დაკავშირებით არისო ყველაზე ძვირფასი მთელ კოსმოსში და ამას იცავენო ახანდელ დროში კაცობრიობა არ არის ის სახეობა ბიოლოგიური სახეობა რომელსაც ითქმევაო რომ ის არის ყველაზე ძლიერი ჯერ არა ჯერ დედამიწაზე ვერ იტყვიანო რომ ისინი არიანო ყველაზე ძლიერი ბიოლოგიური სახეობა არა რადგან ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ 3%-ს ჩვენი სრული გენეტიკური მასალისა მაგრამ ხო და ჩვენ არა ვართ ჯერ განთქმული ექსტრასენსები მაგრამ ენკიმ გენიალურმა გენეტიკოსმა ჩანერგა ჩვენ სხეულებში იმპლანტატები იმისთვის რომ ჩვენში ხელი შეეშალა
იმ 10 დნმ-ის 10 ძაბთან შერწყმა. სპეციალური იმპლანტები ჩაგვინერგა. და ეს 10 ძაფი, დნმ-ის 10 ძაფი, დნმ ადამიანის 12 ძაფისგან შედგებოდა, 12 სპირალისაგან. და ეს 10 ძაფი იყო გამოყვანილი წყობიდან სადღაც 10,000 წლის უკან. და კარგი ამბავი შედგება იმაშიო, რომ სირიულმა მაღალმა საბჭომ, რომელიც არის მთავარი მეთაურობის ორგანო გალაქტიკური ალიანსისა, რომელსაც მე წარმოვადგენო, მე დავიწყდა ამის შეხსენება, რომ მე მუშაობ გალაქტიკურ ალიანსთან და ამ გალაქტიკურ ალიანსმა უკვე ამოიღო ეს იმპლანტები ასტრალური სხეულებიდან. და ეს 10 სპირალი, ანუ ძაფი, ნელ-ნელა ხდება. და ყველაფერი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, ეს ინტეგრაცია მოვახდინოთ, დავიმახსოვროთ და ხორცი შევასხათ. კაცობრიობა მის დღევანდელ მდგომარეობაში და მით უმეტეს იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ ჰომო ლუმანასგან გადავდივართ ჰომო გალაქტიკუსში, მეტ ადამიანში. იცით რომ ჩვენ ვართ ერთ-ერთი ბიოლოგიური სახეობა არვინ ტონის სუპერ სამყაროში. აი ამ მიზეზით ჩვენ უნდა დავანგრიოთ კოსმოსური ორგანიზაციის სტრუქტურა. უბრალოდ ამ მიზეზით მე უნდა დამეგრია კოსმოსური ორგანიზაციის სტრუქტურა, რომელიც ცუდ გავლენას ახდენდა სინათლეზე და ჩრდილზე. სხვა სიტყვებით, ჩვენ ვანგრევთ პოლარულ დუალობას. ჩვენ იმისთვის ვიყავით შექმნილი, რომ ჩვენ შეგვექნაო ყველაფერს მიუხედავად, ჩვენ გამომდინარე, რომ ჩვენ ძალიან ცუდ პირობებში ვიყავითო და ჩვენ ყველაფერს მიუხედავად უნდა აგვერჩიაო ერთიანობა და გაერთიანება. და ეს ხდებაო ახლა. ჩვენ ვიბრუნებთო ერთიანობის ცნობიერებას. ჩვენ აგრეთვე ვუბრუნებთო ჩვენ დედამიწას მეხსიერებას. ჩვენი უჯრედული მეხსიერების დახმარებით, ჩვენი დნმ-ის დახმარებით, ასე რომ ჩვენ ვიწყებთ აქტივირებას, ჩვენ ხვდებით სუპერ ადამიანები, ვინც მე ვიყურებსო, იციანო რომ ბევრმა სახეობებმა კოსმოსის ისტორიაში გადიცადესო კრახი იმის გამო, რომ ინტეგრირნენო ტექნოლოგიებთან. გახდნენო კიბორგები, ვარითხვესო თავიან სქესობრივ ორგანოებზე და რეპროდუქციას ახორციელებენო ტექნოლოგიების დახმარებით. აი მაგალითი, ცოცხალი მაგალითი, რუხები, ანუ გრესები. და ამ გრესებმა, ამ რუხებმა საბოლოოდ დაკარგეს წყაროსთან კავშირი. ხო, რუხებზე ბევრი რამ აქვს ნათქვამი. თავის ვიდეოში ისმაილ პერეს აპექსიდან თუ არ მეშლება, პლანეტა აპექსზე ცხოვრობდნენ ესენი. ხო, აპექსელები იყვნენ და რა რუხები. ესენი იყვნენ, შეგახსენეთ, ადამიანები, მაგრამ დრო და დრო დაკარგეს თავიანთი ადამიანური გარეგნობა, გადაიქცნენ იმათ, რასაც დღეს უწოდებენ რუხებს. ისინი
შეიპყრეს ვერდანელებმა, მტრებმა. ვერდანებზე არის არაფერი უთქვამს. მასში მილიონი წლების უკან ეს აპექსელები მოტყუებით ჩაითრეს ტრანსგუმანიზმში. ტრანსგუმანიზმი არ არის კარგი საქმე. უფრთხილდით ტრანსგუმანიზმს. და ამიტომ ახლა ისინი ცდილობენ თავისი რასა გადაარჩინონ, რადგან მათი რასა გადაშენების გზაზე დგას. როგორც ბევრი რასას დაემართა. მასე იყო მარსიანელებთან და ბევრ ცივილიზაციებთან. ხინოხიანცებთანაც, რომლებიც იყვნენ სისტემის ნაწილი ამ სამი ვარსკვლავისა, სირიუსის თანავარსკვლავეთში. სია არასდროს არ გამოილება იმ რასებისა, რომლებსაც ამდაგვარი რამ დაემართათ. ვინ არის სრულყოფილი ადამიანი? უბრალოდ ვინ არის სუპერ ადამიანი? სუპერ ადამიანი სინამდვილეშიო არ არისო კი არ არისო გაუმჯობესებული ადამიანი, არამედ სუპერ ადამიანი არისო აღდგენილი ადამიანი. ეს არის რეაქტიული პირველადი მრავალგანზომილებიანი შაბლონი, რომელიც იყო დათესილი დედამიწაზე, როგორც ნაწილი კოსმოსური ექსპერიმენტებისა, რომელსაც ატარებდნენ არლინგტონის სუპერ სამყაროს მაღალი ჩინები. თავიდან დედამიწა იყო ჩაფიქრებული როგორც ცოცხალი ბიბლიოთეკა. ეს არის წერტილი პლანეტარული დაახლოებისა, სადაც გენეტიკა, ცნობიერების კვანტები და ექსპერიმენტალური ინტელექტი მრავალი ვარსკვლავური ცივილიზაციებისა და გალაქტიკებიდან და სამყაროებიდან შეიძლება დაზარალებულიყვნენ. ისინი ერთიანდებიან ერთიან სახეობაში, რომლებსაც შეუძლიათ შემდეგ მოქმედება ყველა განზომილებებში და კაცობრიობა არის ამ ბიბლიოთეკის განსახიერება. ეს არ არის მხოლოდ 22 გენეტიკური ექსპერიმენტი. ზოგი 22, ზოგ ადამიანში 22-ია, ზოგში 24-ია, ზოგში 33-ცა. ეს ნაკლებად არა, მაგრამ არის. ახლა მაგალითად ბერეგინი ალიონა გადაცემებს რომ აკეთებს, იქ ალექსეს ხშირად ვახსენებენ მამაკაც, ხო? მას აქვს 33 გენეტიკა უცხოპლანეტელებისა. და ალიონა ბერეგინას აქვს 4 მკერდი. ამ გენეტიკური ექსპერიმენტების შედეგად ადამიანია ჩვეულებრივი ადამიანი, მაგრამ აქვს 4 მკერდი. 2 წინ, როგორც ბუნებრივად თავს ქაფათუნებს და 2 იღლის ქვეშ. ოღონდ არა ის რაც იღლის ქვეშა, ისინი არა განვითარებული. ისე როგორც მაგრამ აქვს. საჭიროა აქტივაცია 154,000 დაფებისაო. რომლებსაც შეუძლიათ ჩვენი სუპერ სულის ატვირთვა, რაც ნიშნავს 154,000. ეს ხალხი იქნებიანო პირველები, ვინც ჩატვირთვავენო თავიანთ სუპერ სულს სრულყოფილად მე-13 განზომილებიდან და ინტეგრირებას გაუკეთებს მას და გაამაგრეს ფიზიკურ ფორმაში. ამაში შედგება ძალა. ეს ხსნის ექსტრაორდინარულ პოტენციალს კაცობრიობისა და მის ისტორიულ თვალებადობას. ხალხი იყო შექმნილი იმისთვის, რომ ყოფილიყვნენ როგორც თარგმნელები სამყაროებს შორის,
ბიოლოგიურ არსებებს შორის, რომლებსაც უნარი ჰქონდათ მიემაგრათ ინტელექტი მაღალ განზომილებებში, უბრალოდ რომელსაც უნარი ჰქონდათ გააჩნდათ მაღალი განზომილებების ინტელექტი მიემაგრათ ფიზიკურ რეალობასთან. და მე სულ ვეუბნებიო ჩემ მოწაფეებს, რომ ჩვენ ვართო სახტენი წერტილები, ჩვენ ვართო გამტარებლები. ამიტომ გახდა დედამიწა თავიდანვე მიზანი, რომლის განადგურება უნდოდათ. და რატო აღმოჩნდა ჩვენ ისეთ სიბრტყეში, სადაც მოხდა ჩანერგვა იმისა, რასაც ჩვენ უწოდებთ ხელოვნურ მატრიცას, და ამ ხელოვნური მატრიცის დრო იწურება 2028 წელს. საწყისი კრისტალური ბადე, რომელიც არის ცოცხალი და ძალიან ცოცხალი, არის დაკავშირებული დედამიწაზე მყოფ ყველა არსებასთან, ყველა ცოცხალ არსებასთან. დედამიწაზე და სამყაროშიც ეს არის საწყისიანი კრისტალური ბადე, რომელიც წარმოადგენს ორგანულ ბადეს და რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული კაცობრიობის წყაროსთან და ამიტომ ეს დედამიწა ბადმის იყო გადაცებული, ამის შედეგად იყო დაყნებული ხელოვნური მართვადი მატრიცა და შემდეგ რა იქნება? და მატრიცა დაიწყო ცნობიერების ფრაგმენტირება, მეხსიერების დაბლოკვა და დნმ-ის ექსპრესიის დაბლოკვა. კაცობრიობა იძულებული იქნა გამოიყენებინა მცირედი იმ თავისი პირველადი უნარისა. ასე რომ, რასაც დღევანდელი მეცნიერება უწოდებს ნაგვის დნმ-ს, სინამდვილეში არის ღვთაებრივი მძინარე გონება. ღვთაებრივი მძინარე გონება. ღვთაებრივი მძინარე გონება ეს არის ადამიანური პლანის ფართო მონაკვეთები, რომლებიც იყვნენ გადაყვანილი მძინარე მდგომარეობაში და იმისთვის, რომ ამ მდგომარეობაში იმისთვის გადაიყვანეს, რომ თავიდან აეცლებინათ აქტივაცია. ამიტომ კაცობრიობა დაგარგა თავისი ძალა, ის იყო გადაყვანილი სტაზისში. 97% ჩვენი გენეტიკური მასალისა გაითიშა და ეს ახლა თანამედროვე მეცნიერებისთვის არის კარგად ცნობილი. დნმ ეს არის მრავალგანზომილებიანი ინტერფეისი. ეს არ არის უბრალოდ ბიოქიმიური პროცესი. ეს არის კვანტური ჰარმონიული პროცესი, რომელიც რეაგირებს ცნობიერებაზე. ახალი დაბადებული მეცნიერება ეპიგენეტიკაზე, რომელიც ამტკიცებს, რომ გარემო, ემოციები, დოგმები და აღთქმა მოქმედებენ ამაზე. ეს პირდაპირ მოქმედებს გენების ექსპრესიაზე. ეზოტერიკული მეცნიერება კი უფრო შორს წავიდა და აღიარებს, რომ დნმ არის როგორც მიმღები, გადმომცემი და მტარებელი მრავალგანზომილებიანი ინფორმაციისა. 12 ძაფიანი მოდელი დნმ-ისა, რომელზეც ახდომიან მცველები თავიანთ სწავლებებში, გულისხმობს არა დამატებით ფიზიკურ ძაფებს, არამედ მრავალგანზომილებიან გენომის აღთქმას და ყოველი ძაფი შეესაბამება გაფართოებულ ფუნქციას, ემოციონალურ ოსტატობას, მაღალ გაცნობიერებას, ინტუიტიურ აღთქმას, სულის გაცნობიერებას და ერთიანობის ცნობიერებას. ეს ამ ძაფებს არ შეუძლია იყვნენ აქტივირებული, უпростоრად ამ ძაფების აქტივაცია შეუძლებელია მხოლოდ ძალით,
ამ ტექნოლოგიით ცოლების ნებართვის გარეშე ისინი აქტივირდებიან სიხშირეების აწევასთან ერთად და ეს ხსნის თუ შიშები რატომ დურგუნავს დნმ-ს ტრავმა კი ერთობლიობას ანგრევს, მაგრამ სხვა მხრივ სიყვარული, დამოკიდებულება და მეხსიერება იწყებს აღდგენას და კაცობრიობა ეს არის კულმინაცია მრავალი სხვადასხვა წარმოუდგენელი ექსპერიმენტისა და ამდაგვარად 154,000 ადამიანი გახდებიან პირველები, ვინც თავიანთ სუპერ სულს დაეპატრონებიან. ცოცხალი ბიბლიოთეკის მოდელის ჩარჩოში განსაზღვრული ადამიანური ფუნქციები არის რეზონანსული სტაბილიზატორები, საწყის პლანეტარული ბადესი, ადამიანები, ვისაც ასიმბოლიზირებენ სხვადასხვა ტრადიციებში, როგორც 154,000 იყვნენ არჩეული საგვარეულო ხაზით კი არა, არამედ იყვნენ არჩეული სიხშირეებით. ისინი არიან ამ სიხშირეების მტარებლები. ისინი უნარიანები არიან, აღადგინონ პირველადი ადამიანური შაბლონი აროფინი. ისინი მოქმედებენ როგორც ფიქსაციის წერტილები კოლექტიურ ველში და როდესაც ისინი იხვეწებენ, მათ უბრუნდებათ მეხსიერება და ეს როგორ გამოიხატება იმაში, რომ ისინი ცნობენ. ცნობენ ყველაფერს. უცებ, როგორც ადამიანი გამოდის ამნეზიიდან, ხო? და ცნობს თავიანთ ოჯახის წევრებს. ასეთნაირად მოდის მათთანაც ცნობა. მათი ნერვული სისტემა, მათი ბიოველი უნარიანი არიან, ხარი, ესე იგი, გაუთვლონ ძალიან მაღალ სიმჭიდროვეს ინფორმაციისა ფრაგმენტაციის გარეშე. მათი აქტივაცია კატალიზირებას უკეთებს მილიონი ადამიანების გამოხვეწებას და ეს დაიწყება მილიონი ვარსკვლავური თესლების ძველი სულებით. მოდით ახლა ისე დაუბრუნდეთო სამი ატლას, რომლებიც არიან მომავალი ვერსია ადამიანებისა, რომლებიც გაჩნდნენ ამ ქვეყნად 300,000 წლის წინ, ანუ დღევანდელ თოღონდ მომავალში. ატლასი ეს არის სიგნალების დარებელი ჰარმონიული ინტერფეისი, რომელიც მიზანმიმართულია საწყის ენერგოსისტემასთან ურთიერთობისთვის დედამიწაზე და რომელიც და კაცობრიობის გენეტიკური არქიტექტურის ვაპატიეთ და მძინარე კაცობრიობის მძინარე გენეტიკური არქიტექტურასთან კავშირისთვის. ეს სიგნალები გადმოიცემა როგორც მათემატიკურ თანარიგობაში, ასევე მუსიკალურ ნოტებში და კავშირებში, აგრეთვე სიმბოლურ პატერნებით. ეს ყველაფერი არის რეზონანსული გასაღებები, რომლებიც სტიმულაციას უკეთებენ მეხსიერებას. ამიტომ შიდა კონტაქტი ჯერ იხსნება დილში. ინტუიტური ჩატვირთები, ემოციონალური განმუხტებები, ეს არის სპონტანური გამოხვითება. ეს ფარდა, რომელიც ჩვენ შორის და ნამდვილ რეალობის შორის არის, ეს ფარდა გაქრება სუპერ ადამიანური მდგომარეობა. ეს აღნიშნავს სხეულის დატოვებას, ეს ნიშნავს ინტეგრაციას მთელი არსებისა. გონება, სხეული, სული, კოსმოსური იდენტურობა იმყოფება ესე იგი სულ თანხმობაში და ეს აღდგენა ხდება ორგანული შიდა ტექნოლოგიების აქტივაციის მეშვეობით
რომელიც არის ყველაზე მეტი განვითარებული, ამაში შედგება ჩვენი სუპერ ძალა და ამაში შედგება რომელიც ჩადებულია დნმ-ში, ჯერ მძინარე დნმ-ში და როგორ უნდა გავააქტიუროთო ეს ძალა? მედიტაციებით, სუნთქვასთან მუშაობებით და მედიტაციების ტექნიკა, როგორ უნდა ჩაატარო მედიტაცია, ბევრი არის დადებული ინტერნეტში. მე ახლა დავიწყე მაგის ძებნა. სუნთქვასთან მუშაობას მე პერიოდულად კი ვატარებ, მაგრამ მე მავიწყდება და ზამთარში სულ დაკეტილი მაქვს პანჯერა და შევწყვიტე, თორემ მე 1 წუთამდე ავედი, 1 წუთი და სადღაც 20-30 წამი შემეძლო სუნთქვის შეკავება. ხო, ეს თანდათანობით უნდა უმატო ამას, თანდათანობით. ტაიმერი აქვს ჩვენ ტელეფონს და ტაიმერის მიხედვით ხო, როგორც გითხარით, მუშაობა სუნთქვასთან, ინტეგრაცია ჩაკრებთან, ენერგეტიკულ სხეულთან, ხმოვანი და სიხშირის თერაპიები, ყველაფერი ეს შველის. და ისმალ პრესი ურჩევს ადამიანებს ვარჯიშებს, ჩვეულებრივ ვარჯიშებს. მე სამწუხაროდ ისე მაქვს ისეთი პრობლემა მაქვს ხერხემალზე, აქტიურ ვარჯიშებს ვერ ვაკეთებ, იმიტომ რომ ფეხს ვერ ვასწორებ, ხელს ვერ წევ, ასე თქვა დამფოკირებული ვარ, მაგრამ ნელ-ნელა ხანდახან დასვენებულზე ხანდახან ვიჭმები კიდეც. ვიჭმები როგორ ახლა? ხოლმე ძილიდან რომ გამოდიხარ ხო იზმორებით, მე გაზმულვაც არ შემიძლია და ხანდახან აი როცა სხეული ის დასვენებულია, აი როდესაც იზმორება ჩემი სხეული, მაშინ მიხარია. და გაზმულების დროს ხერხემალი სწორდება. მთელი აი აგიხსენთ ახლა, რა არის გაზმორება? არასდროს დაგისვიათ ეს კითხვა თქვენთვის, რა არის გაზმორება? როდესაც ადამიანი ზმორდება, მაპატიეთ. რანაირ სიტყვას ვიგულებ ხო? როდესაც ადამიანი იზმორება, ხერხემალი თავის სულდება დაძაბულობისაგან. ესე იგი, ხომ იცით რომ ხერხემალი შედგება მალებისაგან და დისკებისაგან. როდესაც ცეცხლი ადამიანი დგას ფეხზე, დატვირთვავს ხო? ღამით ისვენებს ხერხემალი და დილისთვის თუ ადრე არადექი როდესაც ეღვიძე ეს დაპრესიულობა ამ მალებ და დისკებს შორის ცირდება და ერთმანეთს ცილდება ესენი. ცილდება ერთმანეთს და როდესაც ცილდება ერთმანეთს, ის პერიოდი, აი იმ მომენტში ადამიანი იზმორება. ესე იგი, რა გამოდის, რომ იზმორებით თქვენი მალები და დისკები ერთმანეთს ცილდება და იჭიმებით. საერთოდ დღის ბოლოს ადამიანი ხდება იმაზე დაბალი, ვიდრე არის. იმიტომ რომ საერთოდ დღის ბოლოს იპრესება მალები და დისკები. თქვენ ახლა თქვენი სიმაღლე შეამოწმოთ, დილის საათებში თქვენ უფრო მაღლები ხართ, საღამოს საათებში იქნებით უფრო დაბლები, შედარებით. და რასაკურველია, რასაც ახლა ისმერი ამბობს, თავი ჭამეთო სულთა პროდუქცია, თავი შეიკავეთო შხამებისაგან, სამწუხაროდ მასი არა. სად არის დღეს სულთა პროდუქცია? სად არის? არ არის, არ არსებობს. ამიტომ მე ვირჩევ ყოველთვის ნაკლებად შხამიან პროდუქტებს. ხო, მასე ვირჩევ მე ნაკლებად, ხილიც კი რო ხილია, იმაშიც არის შხამი. ამიტომ ერთადერთი დაცვა ამ დროს შეიძლება მოახდინო იმით, რომ ჭამო ნორმალურად. არ გასკდე არაფრით. კარგით, მე ეს თავისთავად რასაც სიტყვის ის რა. ჩემს იძლევა. კარგი, ამით მე ვამთავრებ ჩემ დღევანდელ ვიდეოს, მადლობთ ყურადღებისთვის. დროებით.